გავრცელებით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შაბათი დღეა 5 ნოემბერი, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს იმედის კლინიკა, სამედიცინო რადიო გამოშვება, რომელსაც სერგო კობალოვა უძღვები. უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვიქნებით პირდაპირ ეთერში, ყავს სტუმარი, რომელიც დღევანდელ თემას გააშუქებს, რა საკითხზე აიგება დღევანდელი იმედის კლინიკა, ვინ იქნება სტუმარი, ამას რამდენიმე წუთში გეტყვით. შეგახსენებთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად ჟღერდება ხოლმე განცემის დასაწყისში, ეს არის ტელეფონის ნომრები 292-92-11-99 ამ ნომრების საშუალებით შეგიძლიათ დარეკო სტუდიაში და თემიდან გამომდინარე პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა. კითხვების დასმა ასევე შეგიძლიათ იმედის კლინიკის Facebook-ის მისამართზე, იმედის კლინიკა რადიო იმედი ეს არის ჩვენი მისამართი, ხოლო ის კითხვები, რომლებიც თემის ანონსის შემდეგ იყო დასმული, აუცილებლად გაჟღერდება გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში. რამდენიმე წამში კი მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. იმედის კლინიკა სერგო კობალოვასთან. დღეს სტომატოლოგიაში შევეხებით და კარიესზე ვისაუბრებთ, თუმცა არა პირველად კარიესზე. ამ პრობლემაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, ძალიან ბევრს წერენ, ბევრმა იცის რა არის კარიესი, რატომ ვითარდება მისი მიზეზები და ასე შემდეგ. თუმცა მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ როდესაც კბილს დაიბჟენ, ბოლომდე პრობლემა მოხსნილია კონკრეტულად იმ კბილზე და იქ არაფერი არ შეიძლება განვითარდეს. თუმცა ეს არასწორი აზრია. დაბჟენილ კბილზე შეიძლება განვითარდეს კარიესი და ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და აქტუალური პრობლემაა სტომატოლოგიაში და ამ პრობლემას მეორად კარიესს უწოდებენ. სწორედ მეორად კარიესზე ვისაუბრებთ დღეს, მიზეზებზე, ხელშემწყობ ფაქტორებზე, გამოვლინების თავისებურებაზე, რა გართულებებია მოსალოდნელი მეორადი კარიესის შემთხვევაში და რა თქმა უნდა გადაცემის ბოლოს ჩვენ საინტერესო რჩევებს შევეხებით თუ როგორ უნდა დავიცვათ დაბჟენილი კბილი, რომ იქ აღარ განვითარდეს კარიესული პრობლემები. ქალბატონი თამარ ქოჩურაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, ავერსის კლინიკის ექიმი სტომატოლოგი. მადლობას გადავხთ იმას მობრძანებისთვის და მივესალმები. გამარჯობა. გამარჯობათ. ქალბატონ თამარ, თავდაპირველად ჩვენ დავსახეთ ის შეკითხვები, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი კითხვა იყო ბჟენის დადების წესები. ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის დაწყებამდე, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია წესების დაცვა, მაგრამ იმდენად საინტერესოა უფრო სტომატოლოგებისთვის, ვიდრე რადიო მსმენელებისთვის, მაგრამ მათთვის გასაგებ ენაზე, მოდით თქვათ, რა წესები უნდა დაიცვას სტომატოლოგმა, რომ ბჟენი იყოს ნორმალურად და კარგად დადებული. მაგალითად, შეიძლება თუ არა მწვავე პროცესების დროს ბჟენის დადება უნდა დაველოდოთ თუ არა მწვავე პროცესების ჩაცხრომას, დაუშვათ პაციენტი მოდის ძლიერი მწვავე ტკივილით, როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში, როდესაც აღმოვაჩენთ პირველად კარიესულ პრობლემას. როდესაც პაციენტს აქვს კარიესი და მოგმართავს ჩივილებით, ეს ჩივილები შეიძლება იყოს მიზეზობრივი ხასიათის ან თვითნებითი შეტევითი ტკივილი. თვითნებითი შეტევითი ტკივილი თუ არის, აუცილებლად იმას ანესთეზია ჭირდება და ჭირდება უკვე კბილის რბილი ქსოვილების მკურნალობა, ამას პერიოდონტიტის და პულპიტის მკურნალობა ეწოდება, მაგრამ არის, როდესაც პაციენტი შენიშნავს მხოლოდ კარიესულ ღრუს, ხანდახან აქვს მიზეზობრივი ტკივილები, არც თუ ისე მწვავე, მაგრამ აქვს დისკომფორტი კვების დროს და ეს ყველა პატარა კარიესული ღრუ რაც მალე დაიბჟინება, ის უფრო უკეთესად ალაგდება და არ გავრცელდება პროცესი. როდესაც პაციენტი აკითხავს სტომატოლოგს, პირველ რიგში რა თქმა უნდა სტომატოლოგი ათვალიერებს პირის ღრუს, ისმენს მის ჩივილებს, ანამნეზის შეკრების შემდეგ და კარიესული ღრუს დათვალიერების შემდეგ იწყება უკვე მკურნალობის პროცესი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიეწოდება პაციენტს ინფორმაციის სახით, რა ეტაპზეა მისი კბილის მდგომარეობა და როგორ უნდა მოხდეს მისი დაბჟენა. პირველ რიგში რა თქმა უნდა სტომატოლოგიურ მომსახურებაში არის მთავარი გაუტკივარება. ყველას აქვს ამ სტომატოლოგიის სტომატოფობია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის, გამო არ დადიან სტომატოლოგებთან. ამიტომ პირველ რიგში უნდა ჩატარდეს გაუტკივარება იმისათვის, რომ პაციენტიც იყოს კომფორტულად და ექიმსაც ჰქონდეს სათანადო პირობები, რომ პრეპარირების დროს მაქსიმალურად კომფორტულად იმუშაოს და აბსოლუტურად მოაცილოს დაზიანებული ქსოვილები ტკივილის გარეშე. ფაქტობრივად გაუტკივარების პროცესი ბევრად უფრო გაადვილებული და უკეთესია თანამედროვე სტომატოლოგიაში, ვიდრე იყო მაგალითად ჩემი ბავშვობის პერიოდში. დღეს არის ისეთი ანესთეზიები და ისეთი პრეპარატები, რომელიც აბსოლუტურად
აბსოლუტურად უზრუნველყოფს სტომატოლოგის ნებისმიერ კბილის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს აბსოლუტურ გაყუჩებას. პრინციპში ტკივილით შეუძლებელიც არის ხა ვერანაირ პრობლემას ტკივილით ვერ მივიყვანთ ბოლომდე. ესე იგი ანესთეზია უნდა გაკეთდეს აუცილებლად, რომ ექიმს მქონდეს საშუალება პრეპარირების დროს მაქსიმალურად მოაცილოს დაზიანებული ქსოვილი. იმისათვის რომ არ განვითარდეს მეორადი კარიესი, პირველი ჩვენება ეს არის, რომ კარგად იყოს დამუშავებული კარიესული ღრუ, შერჩეული იყოს შესაბამისი მასალა. რაც უფრო მაღალი ხარისხის არის თანამედროვე მასალა, რა თქმა უნდა, უკეთეს ადგეზიას უზრუნველყოფს და დამოკიდებულია კიდევ ექიმის პროფესიონალიზმზე, როგორ დამუშავდება კარიესული ღრუ. დაბჟენის პროცესში დაცული უნდა იყოს სიმშრალე აბსოლუტურად და შესაბამისი ბჟენი იქნას არჩეული. გავთვალთამარ, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია მეორადი კარიესი, როგორც სამედიცინო პრობლემა სტომატოლოგიაში? მეორადი კარიესი საკმაოდ ხშირად გვხვდება სტომატოლოგიაში. საერთოდ საშუალოდ ბჟენის ხანგრძლივობა თანამედროვე ბჟენების არის 5-6-7 წელი, რომ იქ არ განვითარდეს მეორადი კარიესი. ნორმალურად, ბოდიში გაწყვეტინებ, ნორმალურ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი უვლის პირის ღრუს, დაბჟენის შემდეგ იცავს ყველა წეს, არსებობს თუ არა ცნება ბჟენის ცვეთა, რომ ის ბჟენი აუცილებლად გამოსაცვლელი იქნება ყველა წესის დაცვის მიუხედავად. დღეს არსებობს ისეთი თანამედროვე მასალები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალი ხარისხის საბჟენი მასალის გამოყენების შემთხვევაში 10-15-20 წლითაც კი იყოს გახანგრძლივებული ამ ბჟენის მოქმედება. ასეთი არის კერამიკული ბჟენები თანამედროვე, რომელიც სკანირების პრინციპით ხდება ორალ კამერით გადაღება, შემდეგ კომპიუტერულად მზადდება და ცვეთა აქვს გაცილებით ნაკლები, მაგრამ დღეს უფრო ფართოდ გამოიყენება ჰელიობჟენები, რომლებიც არის სხვადასხვა ხარისხის, რაც უფრო მაღალი ხარისხის არის, მაგალითად ნანოკომპოზიტები, უფრო ნაკლები ცვეთა ახასიათებს და დროთა განმავლობაში კბილის ქსოვილთან ბჟენის მიწებების ადგილას ჩდება ნაპრალი ამ ცვეთის გამო და იქ შეიძლება შეიძლება პაციენტი კარგად უვლიდეს პირის ღრუს, მაგრამ როდესაც არის პატარა დეფექტი წვრილი ნაპრალის სახით, იქ გროვდება საჭმლის ნარჩენები და დროთა განმავლობაში წარმოიქმნება მეორადი კარიესი. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებლად საჭირო არის გარდა საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი, რომ სტომატოლოგმა შეაფასოს პირის ღრუში ბჟენები რა მდგომარეობაშია. დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, თუ ბჟენის ირგვლივ გაჩნდა რაღაც შავი ხაზი, კბილმა ფერი შეიცვალა, ეს ყველაფერი არის სტომატოლოგის უნდა გადაწყვეტოს, შესაძლებელი არის თუ არა ის ბჟენი. შეიძლება პაციენტს აბსოლუტურად არ უქმნიდეს პრობლემას დაუშვათ უკანაკბილზე დადებული ბჟენი, სადაც არის რაღაც მიკრობზარები, იქ დიდი რაოდენობით საჭმელი არ გროვდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბჟენი კი არ ფუჭდება კბილის ქსოვილი და დროთა განმავლობაში ეს კბილის ქსოვილი იმდენად შეიძლება შიგნიდან დაიშალოს, რომ რაღაც ელემენტარული თუ გინდათ პურის ქერქის გაღეჭვის შედეგად აქ არ მაქვს თხილზე და კაკალზე მთლიანად კბილის კედელი ჩამოტყდეს. გავთვალთამარ, ყველამ ვიცით, რომ კარიესი ეს არის ინფექციური პათოლოგია. ანუ ამ შემთხვევაში ბაქტერიების გამრავლება ხდება და შესაბამისად ტოქსინებიდან უშუალოდ ბაქტერიები ზიანდება კბილის მინანქარი და ეს არის სწორედ კარიესული პროცესის გამოვლინება. ბჟენში, სადაც არ არის ცოცხალი ქსოვილი, როგორ მრავლდება ბაქტერია და რატომ იწვევს იქ პრობლემას? ბჟენში არ მრავლდება ეს ბაქტერიები. ახლა ამ თუჩი მე თქვენ რაც გითხარით, ესე იგი ბჟენსა და კბილის ქსოვილს შორის, სადაც არის მიწებება, ადგეზიური სისტემა, აი იქ არ უნდა იყოს გადასვლა, უნდა იყოს გლუვი, აბსოლუტურად საფეხური არ უნდა შეინიშნებოდეს, რომ იქ არ დაგროვდეს საჭმლის ნარჩენები, როგორც ჩვეულებრივ საღეჭი კბილის ფისურებში. ფისურები არის ყველაზე უფრო კარიესოგენული ზონა, იმიტომ რომ ის ძნელად იწმინდება ჰიგიენის დროსაც და თუ ბჟენსა და კბილს შორისაც არის გარდამავალი კიდე, სადაც შეიძლება რომ დაგროვდეს, აი საკვები, ის არის უკვე კარიესის წყარო, ანუ საკვები რჩება, იქ ბაქტერიები მრავლდება, მჟავა წარმოიქმნება და შლის მინანქარს. მე ჩემი სტომატოლოგისგან გაგონილი მაქვს ბოლო პერიოდში ესეთი ტერმინი კონტაქტი კბილებს შორის, ანუ აი ეს გულისხმობს სწორედ იმ კონტაქტს, ხომ, რომ იყოს ორთოგნათიური თანკბილის აღდგენას, ანუ გარდა იმისა, რომ პაციენტი ვალდებულია დილა-საღამოს გაიხეხოს კბილები და დღეს ეხა თვლიან, რომ საღამოთი ძილის წინ აუცილებელია გახეხვა და დილის ჭამის შემდეგ, მაგრამ
ზოგიერთ შემთხვევაში ჭამამდეც, ვინაიდან მთელი ღამე პირის ღრუ არის თავისუფალი, საჭმლის ნადებიდან და ეს ბაქტერიები 37 გრადუსზე გროვდება და სრულიად არ არის სასურველი, რომ ეს ბაქტერიები საკვებთან ერთად მიიღოს ადამიანმა. ანუ მე ვთვლი, რომ საღამოთი ძილის წინ უნდა მოხდეს გამოხეხვა დილით გაღვიძებისთანავე და დილით ჭამის შემდეგ აუცილებლად, თუ გვინდა რომ მაქსიმალურად დიდხანს იყოს სუფთა ჩვენი პირის ღრუ. თუმცა ვაღიაროთ, რომ მარტო კბილების გამოხეხვა ეს არ არის პირის ღრუს მოვლა და არ არის საკმარისი ბაქტერიების და საკვების ნარჩენების სრული მოცილებისთვის. ამისთვის არსებობს სპეციალური ფლოსები, ფლოსის გარეშე კბილის გამოხეხვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის ჯაგრისი კბილებს შორის სივრციდან ვერ აცილებს და ყველაზე უფრო მეტად კარიესოგენული ზონები, ეს არის კბილთა შორისი ადგილები, სადაც ბჟენის ჯაგრისით ვერ გამოდის საკვები ნარჩენები და ფისურები, ნაჭდევები, რომლებიც ბოლომდე ვერ იწმინდება. ამიტომ არის სასურველი, რომ 6 თვეში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, როდესაც ხდება კბილების პროფესიონალური წმენდა, იქ თუ სტომატოლოგი აღმოაჩენს, რომ ფისურაში წარმოიქმნა პატარა ზომის კარიესი, ხდება იმისი დაბჟენა და აბსოლუტურად დამთავრდება ეს საკითხი ამ ეტაპზე და აღარ გავრცელდება ეს კარიესი. ქალთან თამარ, შემჩნეულია თუ არა, რომელი ტიპის კბილზე უფრო მეტად ვითარდება მეორადი კარიესი? ეს არის წინა კბილები, უკანა, ზედა ყბის, ქვედა ყბის, ამას აქვს თუ არა მნიშვნელობა კბილის ლოკალიზაციას? საერთოდ უფრო მეტად კარიესები მცირე და დიდი ზომის საღეჭ კბილებზე ვითარდება. ცენტრალური კბილების კარიესი უფრო ხშირად დაკავშირებულია ტრავმასთან ან რაღაც ჩამოტეხვასთან. უფრო მეტად ეს არის მე-4, მე-5, მე-6 საღეჭი კბილები და მათი საკონტაქტო ზედაპირები. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბორცვზე მაგალითად ეს არის ყველაზე იმუნური ზონა, სადაც არ ვითარდება კარიესი, იმიტომ რომ ბორცვები შედის კონტაქტში და კარგად იწმინდება, მაგრამ იშვიათად მანდაც ხდება კარიესი. მაგრამ ძირითადად ეს არის კბილთა შორისი სივრცეები, ეს არის ფისურები. მე თქვენი ნებართვით შევახსენებ რადიო მსმენელებს, დღეს საუბრობ თემაზე მეორადი კარიესი, ქალბატონი თამარ ქოჩორაშვილი, ავერის კლინიკის ექიმი, სტომატოლოგია ჩვენი სტუმარი. ანუ ერთ-ერთი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს მეორადი კარიესის განვითარების ხელშემწყობი, ეს არის ექიმის ნაკლები შედარებით ცუდად პროფესიონალი შედარებით ცუდად პროფესიონალურად დამუშავებული კბილის ღრუ და შერჩეული საბჟენი მასალა და ამ საბჟენი მასალის ჩადების ტექნიკა. ახლა მეორე მხარე განვიხილოთ. პაციენტის მიზეზები რა შეიძლება იყოს ხელშემწყობი პაციენტის მხრიდან მეორადი კარიესის განვითარების თვალსაზრისით? პაციენტის მხრიდან მეორადი კარიესის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად არასწორი ჰიგიენის დაუცველობა. შემდეგ ცივი ცხელი მაგარი საკვების მოქმედებამ ძალიან ცხელის შემდეგ ცივის მიღება არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ წარმოქმნის მიკრობზარებს მინანქარში და დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოტყდეს მაგარი საკვების მოქმედება, რის შედეგადაც შეიძლება ჩამოტყდეს კბილის ქსოვილი და როდესაც მინანქარი დაზიანდება, დენტინის ქსოვილი არის უფრო რბილი და იქ უფრო ადვილად მიდის კარიესული პროცესი, ვიდრე მინანქარს ნაკლებად აზიანებს საერთოდ კარიესი. პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა პირველ რიგში. და ალბათ მავნეჩვევები მაჩვენებს მოხმარება. ძალიან ბევრს წერენ, საუბრობენ ყავის დამაზიანებელ მოქმედებაზე კბილის მინანქართან მიმართებაში. როგორც სტომატოლოგი, რას გვეტყვით, იზიარებთ თუ არა ამ აზრს და რამდენად შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამ სასმელს კბილის ქსოვილზე და პირის ღრუზე? იცით რა, მე ხა ზომიერი მოხმარებით ყავა ალბათ არავითარ შემთხვევაში ხა კბილის ქსოვილი არ უნდა დააზიანოს, მაგრამ რაც შეეხება კბილის ფერის შეცვლას, მუქი ჩაი, ყავა, ესეთი ქიმიური ნივთიერებების შემცველი, ესენი დროთა განმავლობაში კბილის მინანქარს უცვლის ფერს. საერთოდ ასაკობრივადაც ხდება კბილის მინანქრის ფერის შეცვლა, მაგრამ ვინც არის უფრო ხშირად დიდი რაოდენობით ყავის ჩაის მომხმარებელი, იმას უფრო მეტად მუქი ფერის ნადები უჩნდება კბილებზე და იმას მით უმეტეს სჭირდება 6 თვეში ერთხელ აუცილებლად პროფესიონალური ჰიგიენა. ჩვენ პროფილაქტიკურ რჩევებზე გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ შევჩერდებით. გამოვლინება თუ ჩვეულებრივი პირველადი კარიესის შემთხვევაში ბევრად უფრო ხშირად უჩივის პაციენტის სხვადასხვა სიმპტომს, მათ შორის ეს არის ტკივილი, ეს არის დისკომფორტი, საკვების ან სასმელის მიღების დროს რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დაზიანებული კბილის მინდამოში. თუ არ ვწდები მეორადი კარიესის დროს კლინიკური სურათი ან არ არის, ან წაშლილია და იქ ვიზუალურად ხვდება და ხედავს სტომატოლოგი არსებულ პრობლემას.
სწორია თუ არა ეს აზრი, თუ მაინც მეორადი კარიესი რაღაცა გარკვეული სუბიექტური სიმპტომატიკით გამოვლინდება? ეს დამოკიდებულია იმაზე, კბილი რა მდგომარეობაშია და როგორ არის დაბჟენილი. ხა მეორადი კარიესი შეიძლება განვითარდეს ცოცხალ კბილში და შეიძლება განვითარდეს ნერვამოღებულ კბილშიც, ანუ ნამკორნალევ კბილში. მიზეზობრივი ხასიათის ტკივილები შეიძლება ადამიანს დაეწყოს იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალ კბილზეა ბჟენი დადებული, ანუ ნერვი არ არის ამოღებული და კარიესული ღრუ არის დაბჟენილი, ანუ პირველ ეტაპზე არის მოხსნილი ეს პრობლემა. თუ იქ წავიდა მეორადი კარიესი, ბჟენის ირგვლივ ამ ბჟენის ქვეშ შეიძლება ამან გამოიწვიოს შემდეგში უკვე კბილის რბილი ქსოვილების ჩართვა, რასაც ქვია პულპიტი, შემდეგში უკვე პერიოდონტიტი და ეს უკვე საჭიროებს კბილის შემდგომ მკურნალობას, გახსნას, არხების დაბჟენას. თუ პერიოდონტიტში გადავიდა, ეს ცოტა ხანგრძლივი პროცედურაა, მინიმუმ 4 სეანსი მაინც ჭირდება, რომ ეს ბოლომდე დაიბჟინოს და ყველაზე ცუდი ახლა, როდესაც უკვე პაციენტი დიდხანს ითმეს ამ ტკივილს და აღარ მიდის ექიმთან, დიახ, გადადის აბსცესში, ფლეგმონაში და უკვე ყბასახის ქირურგის ჩარევა ხდება საჭირო და მედია თანამედროვეობაში აქამდე არ მიყავთ ეს პრობლემა. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად არხები არის კარგი, ენდოდონტია ხარისხიანად არის ჩატარებული და მხოლოდ დეფექტი არის ზედაპირზე, ეს პაციენტს უქმნის დისკომფორტს კვების დროს. შეიძლება იქ საჭმლის ნარჩენი ჩარჩეს, ყრუტკივილი ღეჭვის დროს, ახლა შეტევითი ტკივილი არა, ამას და საჭირო ამბჟენის გამოცვლა სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, ან გვირგვინის დამცველი გვირგვინის გაკეთება, თუ უკვე ბჟენით აღდგენას აღარ ექვემდებარება ეს კბილი. დიდი მადლობა, მე მანიშნებენ ჩვენ სარეკლამო პაუზა გვაქვს ეთერში, ამიტომ გავწყვიტოთ გადაცემა, საუბარს განვაგრძობთ აუცილებლად მეორე ნაწილში. პირველ რიგში განვიხილავთ იმ კითხვებს, რომლებიც Facebook-ის საშუალებით არის მოსული. ჩვენ საუბრობთ თემაზე მეორადი კარიესი, ქალბატონი თამარ ქოჩორაშვილია ჩვენი სტუმარი, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა. ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო იმედის კლინიკა, ჩვენ ვსაუბრობთ ქალბატონ თამარ ქოჩორაშვილთან ერთად. თემა მეორადი კარიესი, სტომატოლოგიური კითხვებია დასმული Facebook-ზე და მოდით ამ კითხვებსაც გავცეთ პასუხი. ძალიან ხშირად მიფუჭდება კბილები, თითქოს პირის ღრუს ნორმალურად ვუვლი, მაგრამ მაინც მაქვს ეს პრობლემა. რაიმე სავლებს ხომ ვერ მირჩევთ, ან მოდით ზოგადად რაიმე რჩევა მივაწოდოთ ამ რადიო მსმენელს. ესე იგი, როდესაც ხშირად ჩდება კარიესი, ეს ნიშნავს, რომ ნივთიერებათა ცვლაც არის და ან არასათანადოდ იცავს ჰიგიენის პირობებს, მაგრამ ამბობს, რომ ნორმალურად ვუვლი. ესე იგი, პრობლემა არის რაღაც ნივთიერებათა ცვლა არის დარღვეული, კალციუმის და ფოსფორის შემცველობა. საჭირო ეს განისაზღვროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელ ჯანსაღ კვებას კბილების ნორმალური განვითარებისთვის. თუ არის დანაკლისი კალციუმის და ფოსფორის, საჭიროა ეს პრეპარატების სახით მიეწოდოს, ფტორირება მოხდეს კბილების და ასაკია კიდევ გასათვალისწინებელი, როდესაც ხდება ინტენსიური ზრდა გარდატეხის ასაკში. დაუშვათ სიმაღლეში, როდესაც მიდიან ბავშვები, აი მაშინ ხდება ყველაზე მეტად, უფრო ახალგაზრდა ასაკში არის კარიესის წარმოქმნა, 30 წლის შემდეგ უფრო ნაკლებად ხდება კარიესული ღრუების წარმოქმნა, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში, განსაკუთრებით 12 წლიდან სადღაც 20 წლამდე. აი, როდესაც ორგანიზმის არ ყოფნის საკვებიდან მიღებული კალციუმი, ფოსფორი, ეს ყველაფერი ძვლებიდან, კბილებიდან გამოილექება და რაკიტის და კბილების დაზიანების სახით. სხვათაშორის ჩვენი საუბრის თემა დღეს არ არის, თუმცა ბავშვებშია ძალიან ხშირი ეგრეთ წოდებული სარძევე კბილების კარიესი. ძალიან ბევრი მიმართვაა სტომატოლოგთან. შესაძლებელია ამ თემას მივუძღვნათ ერთ-ერთი გადაცემა, თუმცა შორს აგვიყვანს ახლა ამ თემის შეხება. ერთი წლის წინ დავიბჟინე კბილი და ბჟენი ძალიან გამიშავდა, რისი ბრალია? ეხლა აქ ჩვენ არ გვეუბნება პაციენტი დაიბჟინა კბილი, იქ მოხდა ნერვის ამოღება, პოპულარულ ენაზე ან დეპულპაცია თუ არა. ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად სტომატოლოგს მიაკითხოს, ალბათ რენტგენოგრამა გაკეთდეს და შეფასდეს კბილის მდგომარეობა. ზოგადად ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბჟენის ფერის ნებისმიერი ტიპის შეცვლა არის თუ არა საყურადღებო? ბჟენი ძალიან გამიშავდა. ბჟენის ფერი არ უნდა შეიცვალოს. ესე იგი რაღაცა ან ბჟენის დადების მომენტში არის დაშვებული შეცდომა, ან არის უხარისხო ბჟენი, ხა თანამედროვე ბჟენები ესე მალე ფერს არ იცვლიან. ან
კბილის დამუშავების პროცესშია რაღაცა შეცდომა, რამაც გამოიწვია იქ ისეთი რომ ჟენი შეიცვალა, ან თვითონ არ მოუარა ბჟენს და იგივე დღეს რაღაცა ესეთი მუქი შეფერილობის საკვები, საერთოდ პირველი 2 დღის განმავლობაში არ არის სასურველი, რომ რაღაც ესეთი შეფერილობის ჭარხალი მაგალითად წითელი ღვინო ესეთი რაღაც მიიღოს, ის ფერს უცვლის, რა თქმა უნდა და სავარაუდოდ ალბათ უნდა მივიდეს სტომატოლოგთან. შეაფასოს, რა თქმა უნდა. კბილების გამოხეხვის დროს პერიოდულად მაქვს სიზღლდენა ღრძილებიდან, თუმცა არც ერთ კბილზე სიშავი არ მეტყობა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი სიზღლდენა. საკმაოდ ხშირია, ამას ქვია გინგივიტი. როდესაც არის ღრძილებიდან სისხლდენა, მე მინახავს ხალხი, რომელსაც არ აქვს არც ერთი კარიესი 40 წლის ასაკში, მაგრამ აქვს ღრძილების პრობლემა და დამერწმუნეთ, ეს უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე კარიესი. როდესაც კარიესია და ფესვებზე შეიძლება კბილების აშენება დღევანდელი ტექნოლოგიები და აბსოლუტურად აღდგენა კბილის ქსოვილის, მაგრამ თუ გავრცელდა ეს გინგივიტი და გადავიდა უმკურნალებელი შემდეგ პაროდონტიტში, შეიძლება აბსოლუტურად ჯანმრთელი კბილები დაიკარგოს და ამას აუცილებლად ჭირდება კვალიფიციური სტომატოლოგის რჩევები და მკურნალობა აუცილებლად. გამიგია კბილების გათეთრების შემდგომ უფრო იმატებს კარიესის განვითარების რისკი, რადგან ამ პროცედურის დროს მაღალია კბილის მინანქრის დაზიანების რისკი. მართალია თუ არა ეს აზრი და ზოგადად რას გვეტყვით კბილების გათეთრების პროცედურაზე? ვიცით რა არის, კბილის გათეთრების დროს გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი, რომელიც შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინანქრიდან გამოიტანს რაღაც რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ეს თუ სწორად იქნა ჩატარებული, რაღაცა 2-3-4 დღის მერე ამისი აღდგენა აბსოლუტურად ხდება. თუ სწორად იქნა ჩატარებული გათეთრება. შეიძლება ოდნავ მგრძნობელობაც აიწიოს, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ალაგდება. რა საკიდან შეიძლება ბავშვებს დაუბრუნოთ კბილი? ბავშვებს 3 წლის ასაკში აქვს ბავშვს უკვე 20 სარძევე კბილი და როგორც შენიშნავს მშობელი, რომ ბავშვს აქვს პატარა კარიესი და პრობლემა, სანამ ის დაიწყებს ტკივილს და ეს უფრო გაცილებით მტკივნეული და მე ბავშვთა სტომატოლოგიც ვარ და დიდი პრაქტიკა მაქვს მაგის. ჯობია ძალიან დიდი ნერვები გიწევს. ძალიან. და ამიტომ ჯობია რომ ბავშვი სანამ ტკივილს აღნიშნავს დედა უთვალიერებს პირის ღრუს აღმოაჩენს თუ არა იქ პატარა დაზიანებას მიიყვანოს ბავშვი, ეს არის აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურა, ვიდრე როდესაც უკვე იმას ტკივილი ეწყება და საჭირო ხდება ანესთეზიის გაკეთება, მიუხედავად იმისა რომ ანესთეზია კეთდება ძალიან ისე არ არის ძალიან მტკივნეული, ბავშვს მაინც აქვს ნემსის შიში. ამიტომ სანამ იქამდე მივალთ, ჯობია ბავშვი შეეჩვიოს სტომატოლოგთან ვიზიტს. ჯერ შეიძლება სულაც ისე მიიყვანოს და უბრალოდ დაუთვალიეროს პროფილაქტიკის მიზნით, რომ შეეჩვიოს სტომატოლოგთან ურთიერთობას. პატარა კარიესი თუ აღმოჩნდა, დაუბჟინოთ და მე თანდათან შეეჩვიო და ღმერთმა არქნას თუ ექნება სერიოზული რამე პრობლემა, მე იმას უფრო პრობლემოდ გაიკეთებს ანესთეზიას. კბილებზე ახალგაზრდობიდან მაქვს ყვითელი ფერის ლაქა, რა არის ეს? აუცილებელია თუ არა მისი მკურნალობა? ეს სავარაუდოდ არის ჰიპოპლაზია თანდაყოლილი, ეს არის მინანქრის განუვითარებლობა, რომელიც თანდაყოლილი ეს მუსატყოფნის პერიოდიდან და კბილი ამოიჭრება თუ არა არის ეს ლაქა. თუ ძალიან ეხა კოსმეტიკურად აწუხებს ეს დეფექტი, შეიძლება თანამედროვე ჰელიობჟენებით მისი აღდგენა, მაგრამ ხა რომ გითხრათ რომ იქ წავა ძალიან კარიესი ნაკლებად. ანუ ეს არის ასეთ თანდაყოლილი. ძირითადად მაინც ვიზუალური პრობლემა. ვიზუალური ესთეტიური პრობლემა. და ბოლო კითხვა, შეიძლება თუ არა საღეჭი რეზინის გამოყენება ჭამის შემდეგ, როცა ხელმიუწვდომელია კბილის ჯაგრისი, რა რეკომენდაციას უწევთ საღეჭი რეზინის გამოყენებას სტომატოლოგები? საღეჭი რეზინი უნდა იყოს უშაქრო, უმრავლეს შემთხვევაში ხა უშაქრო გამოდის და 10-15 წუთი საკვების მიღების შემდეგ 10-15 წუთი საღეჭი რეზინის გამოყენება არის უნებელი და საერთოდ როდესაც გაუვა ეს საგემოვნო თვისებები მთელი დღე მუდმივად, ეხა საღეჭი რეზინის ხეჭვა არ არის სასარგებლო არც ბასახის საფეთქებ ქვედაყრის სახსრისთვის და არც თვითონ კუჭის მდგომარეობისთვის, რომ იქიდან გამოიყოფა საჭმის მომნელებელი წვენები და აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარს. 10-15 წუთი, როდესაც საკვების მერე მიიღებს საღეჭ რეზინს,
იქ აბსოლუტურად აღდგება პირისყრუს ბალანსი და შემდეგ უნდა ეს გადააგდოს. დიდი მადლობა რადიო მსმენელებს გამოგზავნილი კითხვებისთვის. მკურნალობის ტაქტიკა და რჩევები რადიო მსმენელებს ეს ორი კითხვა გავაერთიანო დაახლოებით 4 წუთი გვაქვს მაქსიმუმ დარჩენილი გადაცემის ამოწურვამდე. როგორ მკურნალობთ მეორად კარიეს? აუცილებელია თუ არა ამ შემთხვევაში არსებული ძველი ბჟენის მოცილება და ხელახლა კბილის დამუშავება, მათ შორის სიტყვაზე თქვა თუ არ იყო მანამდე კბილი გახსნილი და არხები დაბჟენილი, იბჟინება თუ არა ამ დროს არხები, რა მეთოდებს ვფლობთ სტომატოლოგიაში და რა რჩევებს მივაწვდით, მოდით კრებითად განვიხილოთ. დღევანდელი საკითხი, რომ დაცულები ვიყოთ მეორადი კარიესის. ესე იგი, მეორადი კარიესის განვითარების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტომატოლოგთან ვიზიტის დროს სტომატოლოგი აფასებს, უნდა მოხდეს თუ არა იქ არხების მკურნალობა. თუ პაციენტი მიდის უკვე შორს წასულია ეს მეორადი კარიესი ცოცხალ კბილში და აქვს უკვე მიზეზობრივ ტკივილებთან ერთად თვითნებითი ტკივილებიც, ყველა შემთხვევაში იხსნება კბილის ღრუ და ხდება მისი ენდოდონტიური მკურნალობა, ქვია ნერვის ამოღებას და არხების დაბჟენა. თუ დროულად მიაკითხა და პატარა რაღაც ბჟენის სიშავის კბილის პატარა ნაწილის ჩამოტეხის შემთხვევაში მოიხსნება ეს ბჟენი, ახლიდან ხდება დამუშავება კარიესული ღრუსი და ხდება ხელახლა აღდგენა. ანუ ეს როდესაც დროულად მიდის და თუ საჭიროა, თუ ტკივილები აქვს, აუცილებლად ხდება იმის მკურნალობა უკვე ენდოდონტიური. და ისევ და ისევ პროფილაქტიკური რჩევები ვურჩიოთ რადიო მსმენელებს. პროფილაქტიკა ეს არის პირისყრუს ჰიგიენის დაცვა პირველ რიგში. გამოხეხვა დღეში ერთხელ საკმარისი არ არის, ზოგი იხეხავს მხოლოდ დილით და არა საღამოს. საღამოს გამოხეხვა არის უფრო აუცილებელი, ვინაიდან 8 საათი არის პირისყრუ თავისუფალი საჭმლის ნარჩენებისაგან და რაც დიდხანს იქნება თავისუფალი, უნდა იყოს სუფთა პირისყრუ. ესე იგი, საღამოთი ჭამის შემდეგ ძილის წინ გამოიხეხავს, არსებობს სხვადასხვა სავლებები, გამოხეხვის შემდეგ შეუძლია ის სავლები, რომელსაც მისი სტომატოლოგი დაუნიშნავს, გამოივლოს. აქვე დავაზუსტებ კბილის ზაფის ფლოსის გამოყენება, მიზანშეწონილია გამოხეხვამდე თუ შემდგომ, როგორ ვიქცევით ამ დროს? გამოხეხვამდე. დიახ. უნდა იქნას ფლოსი გატარებული, შემდეგ გამოიხეხოს. განსაკუთრებით დღეში ერთხელ მაინც აუცილებელია განსაკუთრებით საღამოთი ძილის წინ ფლოსის გატარება. დილით გაღვიძებისთანავე გამოხეხვა და ჭამის შემდეგაც. ნუ დილით რა იმედია ალბათ საუზმობენ. თუ არ საუზმობენ, ყოველ შემთხვევაში უნდა გამოიხეხონ კბილები და საუზმის მერე სასურველია გამოხეხვა და რაც შეიძლება მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს პირისყრუ საჭმლის ნარჩენებისაგან თავისუფალი და შუა დღისით სადილის შემდეგ ეხლა ყოველ წუთში ალბათ არ არის ხელმისაწვდომი რომ გამოიხეხონ წყლის გამოვლება. და ეგ ალტერნატივა ალბათ საღეჭი რეზინაც. საღეჭი რეზინა 10 წუთი, 15 წუთი უშაქრო საღეჭი რეზინა. და თუ რაიმე პრობლემა შეამჩნევენ დაბჟენილ კბილზე, მათ შორის ბჟენის ფერის შეცვლას, შეიძლება თვითონ ვერც შეამჩნიონ, მაგრამ აი ეს პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ თუ არა, წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი. შეიძლება თვითონ აბსოლუტურად არ გრძნობდეს არც ისე დისკომფორტს, მაგრამ ეს პროფილაქტიკური დათვალიერების დროს სპეციალური ინსტრუმენტებით სტომატოლოგმა აღმოაჩინოს. ეს სპეციალური კბილის სარკე, ზონდი. მე მქონდა შემთხვევა, რომ ჩემი პაციენტი მოიყვანეს ბავშვი სხვა კბილზე. ეს იყო 8 წლის ბავშვი და ამოჭრილი მუდმივი მე-6 კბილით და იმას თვალით მე ვერ შევამჩნევდი, ზონდით რომ არ მენახა. უზარმაზარი კარიესი მუდმივ კბილზე 8 წლის ასაკში. დაბჟენილი აქვს და აგერ 2 წელი გავიდა აქ შვენივრად და თუ არა ატკივდებოდა ის და 10 წლის ასაკში უკვე მუდმივი კბილიდან იქნებოდა ნერვი ამოსაღები. ასე რომ პროფილაქტიკური ვიზიტებია საჭირო 6 თვეში ერთხელ. დიდი მადლობა. ჩვენ დღეს საუბრობდით თემაზე მეორადი კარიესი და საინტერესო რჩევები და ზოგადად ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ მოგვაწოდა ავერს კლინიკის ექიმმა სტომატოლოგმა ქალბატონმა თამარ ქოჩორაშვილმა. მე დაგემშვიდობებით ალბათ სამომავლოდ ისევ შევხვდებით ანალოგიური თემიდან გამომდინარე. იმედის კლინიკა ამოწურო დღეს ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.